მილანში ვარ. მივდივარ აუზზე. ანუ უკვე მილანში ყოფნა არის, რავი რაღაც გვერდზე ქალაქში გადასვლა. At this point ძალიან მიყვარს აქაურობა. მინდა რა კონკრეტულად მილანის მოქალაქე ვიყო. იტალიის არა და ყველა ვინც მეუბნება რომ თან ძალიან მორიდებით იმის გამო რომ იციან მე როგორ მიყვარს აქაურობა. იცი მე დიდად არ გავგიჟდი. ხო ვიცი მილანში არაფერი არ ხდება საერთოდ უბრალოდ მე მიყვარს ძალიან იმიტომ რომ ლუკა ცხოვრობს აქ და ხალხს ვიცნობ და რაღაც თავის სახლში მგონია და არ ვიცი აუზეც იმდენად მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების ახლა იმდენად მადლიერი ვარ რა საოცარი ამბები უნდა გადამხდეს მომდევნო 10 დღის განმავლობაში და ერთი სული მოქვს მოყვე ჯერ აჟიტირებისგან ვერ ვისვამებ მაგრამ ეს მგზავრობის დაღლილობა და ყველაფერი აუცილებლად რომ ჩამოვიხსნა ჩემი მხრებიდან უნდა წავიდე მაუს არ ვიცი რა ქვია ანუ რაღაცა ბაგნი არ იკითხება ალბათ ბანი 15 евро ღირს და არის ულამაზესი და შოქში ვიყავი რომ თბილისში ბასეინის სტავკა არის 100 ლარი. აქ 15 ევროდ მიდიხარ ზღვაპარში. Alright, so it doesn't matter if I line up because it goes by number. You're gonna get a number. ჩემთვის და ანანოსთვის ვიყიდე ლიფგოსები და მე აქ აპარატში უნდა დავაწერო სახელები. Okay, next one. Allora, c'è la ragazza era incinta. ხალ მივდივარ ვენეციაში გამოფენაზე ბიენალე არის და არც ვენეციაში არ ვარ გამყოფი. ხალხს დამნაშავედ გრძნობ რომ მე იქ არსას არ ყოფილ ვარ. მე რამდენი ჩამოსვლა უკვე ჩემი იტალიაში და ვერსას ვერ დავამთხვე. ეგერთი დღე მანდ უნდა გავატარო და უკვე შემდეგ მივდივარ ფლორენციაში. კერძოდ კი ნიუ-იორკ ფილმ აკადემიაში ერთი კვირით acting კურსებზე. ამჯერა იმდენჯერ ვიფიქრე რა ფორმით შეიძლება და ეს მომეყოლა და სიტყვებით აღმეწერა საიდან დამეწყო და რამდენჯერაც ტვინში ფიქრი დავიწყე იმ ხელ ტექსტი გამოვიდა ბოლოს მithი არა მაგდეს არ მოყვები მაგრამ შედლების დაგვარად long story short დეკემბერში გადავწყვიტე ჩამებარებინა TOEFL-ის გამოცდა მარტო იმიტომ რომ ამ TOEFL-ის ქულას აქვს 2 წელი ვადა და შესაბამისად სადმე თუ გინდა გადააგზავნო მხოლოდ ამ 2 წლის ფარგლებში არის ვალიდური. ძალიან კარგი ვარიანტი იქნებოდა თუ ჩემი TOEFL-ის ქულით პირველ რიგში ვწდიდი საკუთარ თავს ფლორენციაში, იმიტომ რომ ნიუ-იორკ ფილმ აკადემიის ერთ-ერთი ფილიალი არის მათ ევროპაში ერთადერთი. და რატომაც არა, თუ არ შემიძლია ფლორენციაში ვისწავლო ერთი კვირა, ესე იგი არ შემიძლია კონტინენტების იქით ვისწავლა 1 და 2 წლით. თუ არ მომწონს მათი სწავლის სტრუქტურა აქ და ვხვდები რომ ახლა არ ვარ მზად ვიყო ისევ სტუდენტი, ესე იგი სხვაგანაც ვერ ვიქნები. ამიტომ ეს აღმოჩნდა ძალიან კარგი ვარიანტი იმისთვის, რომ ჩემი თავი გამომეცადა. TOEFL ჩავაბარე იანვარში. ჩემი თუ ემზადებოდი Udemy-ის კურსი ვიყიდე $11 და სამსახურში მეცადინეობდი ხოლმე თავისუფალ დროს. ბოლო 2 კვირა ჩავუჯექი YouTube-ის ჩანელებსაც და სახლში ვაკეთებდი უამრავ ტესტს. დღემდე მჯერა რომ შემიძლია კიდევ უფრო მაღალი ქულა ამეღო, ამდენი რო არ მენერვიულა. არა უშავს. თავარია რომ C1 სერტიფიკატი მაქვს. და უკვე აქ რო გამოვაგზავნე ფლორენციაში ჩემი პორტფოლიო და ყველა საჭირო ინფორმაცია მივიღე დაფინანსება. ბედნიერები ვიყავი რომ რაც შეუძლია ჩემ მაქსიმუმი გავდა. და ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე რომ თურმე რამდენად მარტივია რაღაცები გამოგივიდეს და შიშის გამო უბრალოდ ვერ ვრისკავთ. ახლა ძალიან ნერვიულობ იქ რომ მივდივარ, მაგრამ ძალიან მიხარია რომ ცოტა ხანი მარტო უნდა ვიცხოვრო. არ ვიცი ის ისტერიკაც თუ რაც იქნება მომდევნო 1 კვირაში უნდა გამოვცადე თან მგონია შაოლინელი ბერი. ვერ ხსნი როგორ შეიძლება ჩემნაირი დივა თავს გრძნობდეს
გქონდეს ბერად, მაგრამ აი რაღაც ძალიან მადლიერი ვარ, უბედნიერესი ვარ და ცოტა მშია. შემეძინება 6:09 დილის და ამაშენდა იმიტომაც რომ ეს კაბა არის აი ძალიან სექსუალური და აი ვენეციას მოუხდება და ეხა Flixbus-ით მივდივარ და Flixbus-ში ხომ ვიჯდე მშვიდად მეორე ვარიანტი იყო რომ ქურთუკი წამოყო და აი 35 გრადუსში მაგით ვერ ვიჯდებოდი და მოგრძნობ სახე როგორ დასიებული მაქვს მიუხედავად იმისა რომ მეძინა შეძლებს დაგვარად და ახლა მას ვეი ძალიან სასწაულად რო ვქნო ამ ხალხი არის ესე იცვამს და რა ვიცი რა გონიათ აღარ ვიტყუდა მერტო დღეს მთელი დღე ვარ ვენეციაში. ლუკ არ მინახავს გუშინ. დღესაც ვერ ვნახავ ალბათ, იმიტომ 12-ის ნახევარზე ბრუნდები და არ ვიცი სახლში მოვა თუ არა. ხა უკვე ფლორენციაში მივდივარ. აი ეგრე. დავრჩი ჩემი მეგობრის გარეშე. ესე იგი ავარ მაქრო პარაკის თავზე დღეს დილიდან ვიყავი, აი საკმაოდ მოწყენილი ლაშკარიც უთხასიათზე გავიღვიძე და მე გამომყვა და რაღაცა 1000 ტუროვანი მიზეზია, რასაც ვითომ დავაბრალე, მაგრამ როგორც კი ჩავჯექი Flixbus-ში და დავიძარი, ტელეფონში ვნახე ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანის რუპოლის მერე ენტონი ბორდეინის quote ინტერნეტში, რომ მოგზაურობა ხშირად არ ასოცირდება რაღაც ბედნიერებასთან და ანუ ისევ და რაც აი თან დაყვება რაღაცებს აღმოჩენის დროს, ანუ უფრო მეც გეუბნება ზოგჯერ შენ თავზე, ვიდრე აი ნებისმიერი გართობა, ან სხვა რაღაც ეგეთი ტექსტი იყო რა ეს ამ შინაარს ატარებს და ისე გამეღიმა, ისე გული გამithვა და მე გამახსენდა რომ აქ მართლა მაგისთვის ვარ ჩამოსული, რომ მაქსიმალური დრო გავატარო საკუთარ თავთან ერთად, მარტო მე, ჩემი თავი, არავინ სხვა და სიამოვნება მივიღო იმით, რომ ახლა თუნდაც ვენეციაში ჩამოვედი ბიენალეზე, ეს ჩემი სურვილი იყო აქ ჩამოსვლა, რაც ძალიან მინდოდა, რატო არ გიხარია, რატო არ შეირგებ, რაც ხდება. რომ 24 წლის ხარ და მარტო ხარ სადღაც და შენი ფული გაქვს და შესაძლებლობა და არ ვიცი, ამდენს დადიხარ ფეხით და არ იღლები. თან ჩემთვის უვოვნები, რომ აი დასვენება თუ მინდა, ახლაც რო ჩამოვიჯექი ჩემი თავის მიკვირს. აი რაღაც დასვენება კუბოში. დაწოლა მეც გვეყოფა და რაღაც და სულ მინდა რომ აი მაქსიმალურად ყველაფერი მოვიარო და ყველაფერი დავათვალიერო და ყველგან გადავიღო და ასე შემდეგ და ევცებ რაღაცა სამყარო ძალიან მშვენიერი გახდა ისევ. გამოფენა არის, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი.
ესეთი წყლის ბოთლი მაქვს და ძალიან მომწონს, უბრალოდ სულ ჩემი ტუჩის ბანკარი აქვს. ახლა დავათვალიერე ერთი ნაწილი, რომელსაც მგონი გარდენს ეძახიან და მივდივარ მთავარ პავილიონში. კიდევ მაქვს 5-6 საათი აქ რომ ვიყო. ჭამის დრო არ ვიცი რამდენად მაქვს და ეგ ძალიან მიხარია, იმიტომ რომ წლების წინ ესე ვაკეთებდი ხანდახან 24 საათი არ ვჭამდი. და თუ ხვდებოდი რომ გული მიმდიოდა ცხელ-წყალს ვსვავდი და ძალიან დავიკელი და ძალიან კარგი იყო. ძალიან ბევრი ადამიანი კიოდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემზე ძალიან დადებითად იმოქმედა და ესე კვირაში ერთხელ საერთოდ ორგანიზმის გაწმენდა მაგ შიმშილით ძალიან კარგია. Shout out to my tripod. ეს არსება რო არ იყოს. არ ვიცი რას ვიზავდი, ყველაფერს ამით ვიღებ, ყველა ჩემი დივური ფოტო ამ შტატივითაა გადაღებული. ხვალიდან უკვე იწყება მართლა ზღაპარი. ფლორენცია, სწავლა. მაინტერესებს რამდენ ხანში ვიტირებ. ირის აპარატი მიმუშავებს ხარისხად, როცა ჭამ. რაღაც სახეს ვიღებ ისიც რომ არ მომწონს, მინდა რომ ამაზად ჭამდე. ეტოვა ბანანას მომწონს ჩამქას. ეს კონსერვატია Company together the diagnosis ჩამოვედი ფლორენციაში და ძალიან შემაგვიანდა აქ ჩამოსვლა უკვე 7 წუთებია, ამიტომ პირველი გადავწყვიტე უნივერსიტეტში დავსულიყავი და წინასწარ მენახა. არის ჩემს bucket list-ში. ეთვარსებობდა, არ ვიცი, რაღაცა ქსელებში რაღაცებს ვაპირებთ, იქნებ მოკლებული ცოტა და აქაც ჩამავედი, მართლა რუსული უფრო მეტი მესმის, ვიდრე იტალიური, აი ნებისმიერ სხვა ენა. ინგლისურიც კი არ მესმის ისეთი სიხშირით, როგორც რუსული და ახლა ვიღაც გოგო раунева თავის დაქალს. Я же знала, что Флоренция так классно. Зустать. მეძინება 2 წლის სამსათიანი ლექცია 3 წლის მერე რაც უნივერსიტეტი დაამთავრა ადამიანმა, აი სიგიჟე
ძალიან ცუდად. მაგრამ ძალიან მომწონს და ძალიან ლამაზი ისმე. აი ვანა. ორი კარგი ამბავი, ორი ცუდი ამბავი. ვიწყებ კარგით. უნივერსიტეტი ძალიან მომეწონა. ძალიან. და მწვანე ბანანი ვიყიდე. გიждები მწვანე ბანანზე. ესეთი მწვანე ჩვენთან არ იყიდება. ეგვიპტეში მაქვს ნაჭამი. კიდე ამაზე უფრო მწვანეა და პატარა ზომის და აი რო დავინახე უბედნიერესი ვიყავი, ეგრევე ვიცით. ყოველთვის ბიუში რომელშიც დევს მომეცით. ახლა ცუდი ამბავი. ძალიან მინდა ჩაი. თბილისში ვსვავ კოლოსალური რაოდენობის ჩაის, მით უმეტეს სიცხეში. და ანუ ვინც მეუბნება, რომ აი სიცხეში რა გასმევს ჩაის? ანუ იცით რა? Get educated. აზიაში ცხელ სიცხეს იმისთვის სვამენ კიდევ უფრო ცხელი ტემპერატურის დროს, რომ ორგანიზმიდან გამოიყოს ეს სიცხე თუ რაც რა და ნუ ამახსნევინებთ, თორემ მე დებილი გამოვჩნდები, მაგრამ ანუ სიცხეში ცხელი სიცხის დალევა არის ძალიან კარგი იდეაში. ხო და ახლა რატო ვერ ვსვამ ჩაის? მოკლედ ვინც არ იცით, ზოგადად ესეთ ადგილებში, ანუ მე ბინა მაქვს ახლა ნაქირავები, მაგრამ მით უმეტეს რომ სასტუმროებში, სადაც არ არის სარიცხი მანქანა, ხალხი დგება, წინდებს, ტრუსებს და კიდე ყველაფერს რაც ეტევა შიგნით, აი ამაში რეცხავენ. ამაში. და მე არ მგონია რომ სტაფის ვინმე წევრი ან რომელიმე ჰოსტი დგებოდეს და ჩაიდას ელექტროს რეცხავდეს. ამიტომ მოდით არასოდეს არ იხმაროთ, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას ედო თავისი ბინძური საცვალი. ოკ. ძალიან მინდა ჩაი. აი ცუდად ვერ ისე მინდა. და მეორე ცუდი ამბავი. ზეთი დამავიწყდა. ამ კვერცხი ვიყიდე და არ ვიყიდე ზეთი და მარილი. და ანუ ვიცი რომ აი ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის, კაი ხა მარილი თუ არ გქონდა, ანუ მაგრამ ტაფასაც გავაცხელებ ხო და შევიწვა ამ კვერცხს, მაგრამ მეორე დღეს როცა იყო თუ დღეს საღამოს უკვე აღარ მახსოვს, ანუ დედას ვურეკავ და ვეუბნები რომ კვერცხი ვიყიდა და ზეთი და მარილი არა დეფინი ვარ და ვერ ვჭამე მაგის გამო სახლში, მე მიყვარს სახლში ძილ კვერცხის ჭამა. და დეჩა მეუბნება, შვილო, კვერცხი არ იხარშება. იცით უკვე გავუსაძლისია. ჩემშობლებიც, გაოგნებულები სულ მეკითხებიან, რომ ესეთი ნაკითხი, ესეთი ერუდირებული და აი ესეთი ბოდიში და როდემდე შეიძლება იყო, არ ვიცი. Do you know what you like? I'm telling the inner critic to get the F out of here. I don't like to curse a lot, but you know what I'm saying. Anyway, let's take a 15-minute break, okay? We'll come back like at 12:02, 12:03, around the camera set up. აუ მართლა მთელი დღე ნაყენს ჭამეთ არც არ ვაკეთე. მოვჭი ლექციას და კიდე საათნახევარი მაქვს მუზეუმში წავიდა, რომელშიც ნუ აი რაც ჩამოვედი ვიძახი რომ დღეს მევალ და აი უკვე ყველაფერს თავის საზღვარი აქვს.
თქვენ სავარაუდოდ, ანუ მე, ანუ თქვენ ჩემთან ერთად შევალთ უფასოდ, მე ყველგან უფასოდ დავდივარ, ჩემი პრესკარდით. ანუ ჩემთან ერთად სწავლობს ერთი გოგო, რომელიც ჟურნალისტია და უთხრა რომ მეთქი, girl, don't you use your press card? და ის ძალიან გაუკვირდა რომ რა, მეთქი. Girl. ძალიან ბევრი დავდიარ ჩემთვის და ვაიმე ლექცია მაქვს და მეც ვაკეთე მომირჩა ლექცია და კიდე შეზარხოშებული ვარ თუ როგორც ქვია და განაჟვედო ძალიან მინდა ჩაი ამ თბილისში სვავ ხოლმე ერთი 5 ჭიქა ჩაის დღეში და აი იმ ჩაიდანში რო ვიცი რომ ნასკებს რეცხავენ მერტყა და უნივერსიტეტამდე მოვსულიყავი მუზეუმში და მუზეუმის რიგი საათნახევარში ლექცია მაქვს და აი და გუგლში ვეკითხულობდი skip the line ბილეთია მათი გუგლში შევედი ისე და აქვე შევალ მინდა დავითისნო ხო მინდა თქვენ გაქვთ ასეთი ვიდეო ტრაწიანა რო იძახის? მადლობა დავით. ტრაწიანამ დამახოლობა გუშინ. და თავი მგონია ვერ ვიტყვი რომ აი რაც ვარ ეგ მგონია ზუსტად. აი ზუსტად. ანუ ხამდე ხანია მოვდივარ. იქნებ რიგში ჩავდგე. არა დავით. ეს არა. კარგი, პატარა აპდეიტი ჩემს ცხოვრებაზე. მაინც ჩავდექი რიგში. ინდა თუ არ ცდი ვერასოდეს გაიგებ ხო? მეთქი იქნებ შევიდე. 1 საათი ვიდექი. და ეხა უკვე არის 10-ის 20 წუთი. 10 ლექცია მაქვს. Can I say something? ჩემს ექს უყვარდა როცა მეკეთა აბადოკები. This one is for you, Shouty. Films, so we do it okay. Same thing. If I'm doing this picture, should I do the exposure for the? დღეს არის ამ სახლში ყოფნის, ფლორენციაში ყოფნის, უნივერსიტეტში წასვლის ბოლო დღე და ისე შევყავი ფიქრებს, თუ დამავიწყდა, რომ ალბათ უკეთესი იქნებოდა ჩამეწერა მომზადების პროცესი. ვიღებთ მონოლოგს, მე ვაკეთებ ბირდმენიდან სემის პერსონაჟს, ანუ იმას თქმის, როცა მამამისი ეჩხუბება, რომ არავინ არ არის რეალურად არაფერს არ წარმოადგენს. ჩემი კურსელები
სტეფანი ერთ-ერთი აკეთებს skins და skins ნახე არ ქონდა. კაიას კოდელარიოს აკეთებ და вообще სხვანაირად რაღაცა ძალიან მედი პერეზი ეგონა. მეთქი girl she's so nonchalant. ეს კოლოსი. ასევე ეს კოლო თულტანზე ესევა. და ჩემი მეორე კურსელი უმუ აკეთებს parent trap. ძალიან მადლიერი ვარ. აი რო დავფიქრდეთ ძალიან მოკლე პერიოდში იმდენი რაღაც ხდება ყოველთვის ჩემს სასიკეთოდ და იმისთვის რომ მე თავი კარგად ვიგრძნო. როგორ შეიძლება თავისუფლება მივცე, რომ რამდენიმე ცუდი დღის გამო ან ჩემს ცხოვრებაზე მქონდეს არასწორი წარმოდგენა, ან რაღაც თუკმაყოფილობიყო, აი. არ შეიძლება. მიხარია რომ ვარსებობ. აი, სულ მიხარია რომ ვარსებობ. აი, სულ ბედნიერი ვარ და ცოცხალი ვარ, აი. ძალიან სასწაულ რაღაც აქ რო ჩამოვედი მეორე დღეს და მივარდა სათვალე. შუშა ამოუვარდა და ეგ სათვალე იყო. ემუდან გამოწერილი 6 ვარად, რომელზეც ანუ მართლა ვინც კი მინახავს, ყველა მეკითხებოდა რა. ფინტაჟია? სადიყიდე? ჩემს ერთ ანუ ხალხს არ უგდებდა, მაგ სათვალეს მარტო მე მიგდებდა, თუ ვერ გავიგეთ. ამაკეთე თავარ და კარფურთან ახლოს ხდება ეს ყველაფერი და ამის იქით ჩემს სახლთან უკვე ახლოს კარფური აღარ აუმახველებს. კაცრავად. ხოდა ანუ ყოველთვის მოვათრევ ძალიან მძიმე რაღაცებს, პირველ რიგში წყალს. აუ ეს სათვალე რო გავარდა, აი აქეთ გავიხედე გამოხე, არავინ არ იყო რა და მე მჩვევი ეგეთ რაღაცები, რომ აი არავინ რო არ არის რაღაცებს ვიკიდებ. მე და უფალი ცალკე გავერკვევით. ახლა ჩემი ბოლო დღეა და დავჯექი აქ ასფალტზე, იმიტომ რომ ну, ისევ ფოტოს გადაღება მინდა, შტატივი უნდა ამოვიღო და ჩემი სათვალე. ამ ესეთი განადგურებული არ იყო, მაგრამ 5 დღეა აქ არის თუ მეტი. Girl, I miss you. I miss you so much. მინდა და ტემუდან თავიდან გამომიწერა და ვერაფერი 40 ლარის ვერ შევაგროვე. ვერ ტაობაზე ვიყიდე. 4 ლარი ღირდა. ალბათ ძალიან თბილისში ჩავალ ჩამოვა. I miss you so much, Boogie. I really do.